კიდევ ერთი მთავარი თემა რაც არის ვენესუელის გარდა ეს ეხება შეთანხმებას ევროპის ლიდერებს შორის, მათ შორის ამერიკის ჩართულობით, როგორ შეაფასებდით თქვენ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევას, ეს არის თუ არა წინ გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის მის გათვალისწინებითაც, რომ ამ პროცესში საკვანძო როლს თამაშობს და მომავალში შეასრულებს ამერიკის შეერთებული შტატები. დიახ, მე მგონია რომ ძალიან დიდი მიღწევა არის საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება თავად რა თქმა უნდა ძალაში შევა უпроსორად არ არის შეთანხმება ეს არის დეკლარაცია პოლიტიკური დეკლარაცია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მისი არ შესრულება არ იქნება იურიდიულად დასჯადი რა თქმა უნდა მაგრამ სამაგეროდ პოლიტიკურად ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ქვეყანა რომელიც მას არ შეასრულებს და რა თქმა უნდა ეს ძალაში შევა და ამოქმედდება მხოლოდ მაშინ როდესაც ოფიციალურად შევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის ძალაში, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი, ანუ ამითი რა თქმა უნდა ევროპელებმა და შეერთებულმა შტატებმაც დაანახეს რუსეთს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგება და რომ ისინი აი ოპტიმისტურად არიან ამ მიმართულებით განწყობილი და ყველა რესურსს ამოქმედებენ იმისთვის, რომ ეს შედგეს, ანუ ცეცხლის შეწყვეტა შედგეს. მე მგონია, რომ ეს არის პირველ რიგში ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური მესიჯი, რომ ევროპა და ამერიკა ერთად მუშაობენ ძალიან ინტენსიურად უკვე რაღაც დასახული მიზნის შესასრულებლად. და რაც შეეხება მის რეალიზაციას, ჯერჯერობით რა თქმა უნდა საუბარია 15,000 სამხედროზე, მაგრამ ეს არ არის შეზღუდვა, რა თქმა უნდა რიცხვი გაიზრდება და გაიზრდება მობილიზება. რა თქმა უნდა ამას უნდა სხვა ქვეყნებიდან მოყვეს უფრო ანუ გარდა გერმანიას, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა რა თქმა უნდა კონკრეტული ციფრები დაასახელონ და კონკრეტული ესე ვთქვათ შესაძლებლობები, რომელსაც გამოყოფენ ესეთი ტიპის ოპერაციისთვის. მე მგონი რომ ბევრი ქვეყანა შეუერთდება, რა თქმა უნდა პოლონეთი ეს იქნება აუცილებლად ბალტიისპირეთის ქვეყნები და ალბათ ბევრი სხვა ქვეყანა, რუმინეთი მაგალითად და ბევრი სხვა ქვეყანა ევროკავშირის წევრებიდან. ეხმარება იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ შეთანხმებას, რომელშიც ძალისხმევას არიშურებს, მათ შორის დონალდ ტრამპი, ამერიკის ლიდერი. ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა ამერიკას, რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს პროცესი მათ შორის დაეხმარება თუ არა იმ საბოლოო შედეგს, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება. მე მგონი ამ პროცესზე ღიად და ესე ნუ რაღაც ძალიან ეს ვთქვათ პომპეზურ ვითარებაშიც კი ანუ ამის გატარება და ანონსება, დეკლარაცია და ესე ვთქვათ ამის გარშემო კიდე ეს ინტერვიუები და გეგმები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ პირველ რიგში ხელს უწყობს აი რაღაცნაირად ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას საკეთებს სწორედ ამ მიმართულებით რომ მოხდეს რაც შეიძლება მეტი ზეწოლა რუსეთზე, აი შეთანხმების დასადებად, რომ რუსეთს არ ქონდეს მიზეზები, რაღაც ისეთი თითქოს გარანტიები არ არსებობს და თითქოს არ არის მზად დასავლეთის მხარე ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომ რუსეთს ეშინია რაღაც ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რაღაცა შეიძლება უკრაინამ დაარღვიოს ან რაღაცა, ეს შეთანხმება აჩვენებს, რომ არაფერს და ვერაფერს უკრაინა ვეღარ დაარღვევს, თუ ცეცხლის შეწყვეტება და ევროპული ძალები ამერიკულ ძალებთან ერთად შევლენ უკრაინის ტერიტორიაზე, იქ უკვე უკრაინის მთავრობას რომ უნდოდეს დარღვევა ძალიან ცოტა შანსი ექნება იმისა, რომ ესეთი ნაბიჯი გადადგას, იმიტომ რომ მაშინ საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის დასავლელ პარტნიორებს, ხო და მათ სიცოცხლეს, მათ ჯარისკაცებს, მათ შეერაგებულ ძალებს, რომლებიც იქ განთავსებიან. ამიტომ აქ ორმაგი პასუხისგებლობა უქნება უკრაინის მხარეს. აქედან გამომდინარე, რუსეთს უბრალოდ მიზეზი აღარ რჩება, რის გამო არ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. გარდა რა თქმა უნდა იმ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის მიზეზისა, რომ მას უნდა რომ დონბასი მთლიანად იყოს გათავისუფლებული უკრაინული ჯარებიდან და დაიკავოს ესე ვთქვათ ეს ტერიტორია მთლიანად რუსეთმა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაზეც მინდა თქვენი კომენტარი მოვისმინოთ, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ტრამპის მიერ ჩატარებულ ოპერაციას და იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ვენესუელის შემდეგ უკვე გრენლანდიაში ამერიკის პრეზიდენტი და მისი გუნდი გრენლანდიის
დაუფლების ვარიანტს რომ განიხილავენ, ეს უკვე ცნობილია ყველასთვის. მიმდინარე პროცესებმა კი გააჩინა ეჭვი, ხომ არ გაეხსნებათ ხელფეხი დიქტატორებს, რომ მიმართონ კონკრეტულ მოქმედებებს უსაფრთხოების მიზნით საბაბით არ ვიცი, თუმცა ჩვენ მათ შორის საქართველოში მოვისმინეთ გამოხმაურება, რომ საქართველოს ინტერესია ამერიკა იყოს არქტიკაშიც და შავ ზღვაშიც. ხო, ეს რა ვიცი, აქამდე ენიგმატური საკითხია, რა თქმა უნდა, ყველასთვის არის კითხვის ნიშანი, თუ რატო აღღერებს ესეთ რაღაც უცნაურ მესიჯებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. ძალიან ცოტა შანსია, პატარა შანსია იმისა, რომ გრენლანდიას მართლა ეს ძალისმიერად დაეუფლოს შეერთებული შტატები. ეს უფრო გავს რაღაცნაირ შანტაჟს და რაღაცნაირ, ესე ვთქვათ, არ ვიცი, რაღაც მესიჯებს, რომლებსაც რაღაცა მიზანი გააჩნიათ, მაგრამ ვერ გაიგებ რა მიზანი აქვს. იმიტომ რომ გრენლანდიას თუ ვერ წაართმევს დანიას, ეს ფაქტია. შეიძლება მას უნდა რაც შეიძლება მეტი რაღაც კონცესიები მიიღოს, მაგალითად იგივე შეთავაზებები მიიღოს საბოლოო ჯამში დანიისგან, რომ ამერიკამ საერთოდ აწარმოოს ესე ვთქვათ შეუზღუდავი მასშტაბით იქ რაღაც სამუშაოები, მომპოვებელი სამუშაოები და თავისი ბაზები განალაგოს რაც შეიძლება მეტი, თუმცა მე მგონია რომ ამაზე პრობლემა არ იქნებოდა, შეთანხმდებოდნენ ამაზე ისედაც დანიის თავრობასთან და მით უმეტეს გრენლანდიის მოსახლეობასთან, რადგან შესაძლოა მათ აწყობთ იქ რომ განვითარდეს მრეწველობა, ну რა თქმა უნდა, რომელიც არ დააზიანებს ალბათ გარემოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი პროცესები შესაძლოა თუ არა განვითარდეს და ეს რატიკის გამოწვევა მათ შორის ნატოსთვის და ევროკავშირისთვისაც. არა, ეს ნიშნავს ნატოს დანგრევას მაშინ, იმიტომ რომ დანიას არ მიატოვებს ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, იქ არის სრული სოლიდარობა გამოცხადებული უკვე და არა მარტო ევროკავშირის წევრები, არამედ დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც იყო გამოცხადებული სოლიდარობა ამ კონტექსტში. არ მიატოვებს არავინ, ამიტომ რაღაც ოპერაციის, სამხედრო ოპერაციის ჩატარება შეიძლება სამხედრო ესკალაციაში ვერ შევიდნენ ევროპის ქვეყნები. უბრალოდ ლოგისტიკური პრობლემებია ახლა გრენლანდიის დაცვა, ამერიკული ჯარის და სამხედრო ძალის წინააღმდეგ. უბრალოდ თითქმის შეუძლებელია ევროპისთვის ალბათ, მაგრამ ამას მოყვება რა თქმა უნდა ნატოს დაშლა პრაქტიკულად და ევროპისა და ამერიკის სრული ესე ვთქვათ კონფრონტაცია, გაციება ურთიერთობების და ყველანაირი გეგმების ხარჯ ჩამოგიდება, რომელიც არსებობს მათ შორის, თუ გნებავთ იგივე თუ უკრაინის საკითხისაც. ალბათ ამერიკის ჯარების გასვლა ამ კონტექსტში ბატონ კახა უკაცრავად გაგაწყვეტინებთ, მათ შორის ხისტი პოზიციის დაფიქსირებას აგვიანებს ევროკავშირიც. ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ესე ვთქვათ ტრამპთან ურთიერთობაში ჩამოიყალიბეს რაღაც სტრატეგია. იცით რა, ისინი არ თვლიან ბოლომდე ტრამპს, რა თქმა უნდა, ისეთ მოწინააღმდეგეთ, რომელთანაც შეიძლება მხოლოდ რაციონალური, ლოგიკურად და რაციონალურად ესე ვთქვათ საუბარი, რაციონალური ენით და პოლიტიკური დიპლომატიური ენითაც თუ გნებავთ და რაღაც ესე ვთქვათ სხვა მიდგომებს იყენებენ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ჩუმდებიან და ელოდებიან მომენტს, როცა შესაბამის მომენტში შესაძლებელი იქნება რაღაც საკითხის წამოჭრა და ტრამპის დათანხმება. ანუ პრაქტიკულად ტრამპს უყურებენ როგორც რაღაც ძალიან კაპრიზს და უზარ დიდ ბავშვს, ჩემის აზრით, რომელსაც ხელში უჭირავს ეს რაღაც ატომური ბომბი და ისე ფიგურალურად ვამბობ. რაღაც ძალიან სახიფათოდ მოქმედებს და საჭიროა მასთან ძალიან ფრთხილი ურთიერთობა არ გაღიზიანება და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს დათმობებზე მე ვერ ვნახე რომ ევროკავშირი რაიმე დათმობაზე წავიდა შეერთებულ შტატებთან, თუ გნებავთ იგივე უკრაინის საკითხში საბოლოო ჯამში კი ბატონო დათმობას ვერ დავარქმევთ მაგალითად სამხედრო ხარჯების გაზრდას, რომელსაც ტრამპი ითხოვდა ევროპისგან, კი ბატონო ეს თვითონ გამოიყენეს სწორედ საკუთარი მოსახლეობის დასარწმუნებლად ევროპაში, თორემ მთავრობებმა ძალიან კარგად იცოდნენ რომ ადრე თუ გვიან ავტონომიური უნდა გახდეს ევროპის თავდაცვა შეერთებული შტატებიდან რაც შეიძლება დამოუკიდებელი და ამისთვის საჭირო გრძელვადიანი მუშაობა და ამაზე გადართვა ისედაც უნდათ. ვერც იმას დავარქმევ დათმობას რომ მაგალითად უკრაინის საკითხში საბოლოო ჯამში
უარი თქვა ტრამპმა ესე ვთქვათ იმაზე დაფინანსებაზე უკრაინის და ამიტომ ყიდულობენ უბრალოდ იარაღს, მაგრამ აქ პირიქით ევროპა თulis რომ ტრამპმა დაუთმო ის რომ საერთოდ იარაღის მიყიდვაც კი არ უნდოდა ხო ხედავთ ანუ მისი დოქტრინა არის ნახევარს საერთოდ ამ ნახევარსფეროდან წასვლა და ესე ვთქვათ ამერიკის ანუ დასავლეთ ნახევარსფეროში ოპერირება და გაზრდა თავისი გავლენების და პროექტირება ესე ვთქვათ თავისი გავლენების მთლიანად ლათინური ამერიკის ქვეყნებზე და აი აქ უკვე ევროპა ატარებს რაღაც ძალიან ფრთხილ და გრძელვადიან პოლიტიკას იგივე ტრამპთან და ამერიკასთან იმისთვის რომ არ დაკარგოს თავისი აი ეს მოკავშირე და ყველანაირად შესაძლებელი რაც კი შეიძლება შეერთებული შტატებიდან სარგებელი მიიღოს ამ ეტაპზე თავის დასაცავად და თავისი განვითარებისთვის რა თქმა უნდა ევროპამ უნდა იმოქმედოს აი ესე და ევროპას დიპლომატია არაკლია ევროპა არის ალბათ ყველაზე დიპლომატიური ესე ვთქვათ გაერთიანება მე ვგულისხმობ იმაში რომ ის ქვეყნები რომლებსაც ყველაზე დიდი დიპლომატიური სკოლები და გამოცდილება გააჩნიათ და ამიტომ ისინი მოქმედებენ უბრალოდ ძალიან დიპლომატიურად ბატონ კახა, ვილაპარაკოთ ქართულ ეკოზე, ვენესუელაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ტრამპის ოპერაცია მაგალითად გუშინ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელზე თავდასხმისთვის გამოიყენა, რომ ვილაპარაკოთ რატომ უნდა იყოს საინტერესო ჩვენთვის იქ განვითარებული მოვლენები და ასევე გამოვეხმაუროთ იმ ანტიევროპულ რიტორიკას, რომლის სათავეშიც მათ შორის პაპუაშვილი დგას. Ну, მე მგონია რომ აქ რაც ალბათ მოეწონათ ქართულ ოცნებაში ის რომ ტრამპმა არ გააკეთა აქცენტი ოპოზიციაზე ვენესუელაში, თუმცა ყველა მოელოდა იმას რომ მას შემდეგ რაც მადუროს ესე ვთქვათ გამოიყვანდა ვენესუელიდან და პრაქტიკულად ვენესუელის დღევანდელი ხელისუფლება ჩამოშლის პირზე დადგებოდა, მაშინ ის ხელს შეუწყობდა შეერთებული შტატების ოპოზიციის დაბრუნებას და ხალხს მისცემდა იმედს ვენესუელას ისე მათი დაცვისა, ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ოპოზიცია კვლავ ესე ვთქვათ დიდ ზეწოლას განახორციელებდა და ახალი არჩევნების ჩასატარებლად. მაგრამ ამას ესე არ მოხდა, ჩვენ როგორც ხედავთ, პრაქტიკულად მესიჯი, რომელსაც ახლა აჟღერებს შეერთებული შტატები, არის ძალიან უსიამოვნო ალბათ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს არის ავტორიტარულ რეჟიმებთან ტრანზაქციული ურთიერთობების ესე ვთქვათ დამხარების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მადურო დაიჭირეს და ყავთ იმაში არანაირი ეს თქო ზეწოლა აღარ ხდება ხელისუფლებაზე ვენესუელის უბრალოდ ერთადერთი პირობა აქვს დასმული ვენესუელის ხელისუფლებას რომ ჩვენთან ითანამშრომლებ და ჩვენ პირობებზე წამოხვალთ ანუ ჩვენ ნავთობ კომპანიებს შეუშვებთ მთლიანად ტერიტორიაზე ყველანაირ ესე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების მტრებს გარეკავთ მაქედან ხეზბოლა იქნება ირანი თუ ჩინეთი რომელიც თქვა პერი შეიძლება არ არის მაგრამ აშკარად სტრატეგიული მოწინააღმდეგეა შეერთებული შტატების ხო ყველას გარეკავთ და მხოლოდ შეერთებული შტატების სასარგებლო პოლიტიკას გაატარებთ და სხვა ჩვენ არ ჩავერევით თქვენს შიდა საქმეში პრაქტიკულად ეს არის მესიჯი რომელიც მისდით ახლა ყველა ლათინურ ამერიკის დიქტატორებს და არა მარტო ლათინურ ამერიკაში ჯერჯერობით ჩვენ ხედავთ რომ შეიძლება ამაზე რაღაც იმედები მიეცეთ ასევე სხვა ქვეყნებში არსებულ დიქტატურებს და მათ შორის საქართველოში არსებულ ავტორიტარულ რეჟიმსაც რომელიც ამდენი ხანია იხსნის იმისთვის რომ დაარწმუნოს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია რომ მოდით ყველაფერს გავაკეთებთ რაც თქვენ გსურთ და ვითანამშრომლოთ თქვენთან სრულად ოღონდ ნუ გთხოვთ თქვათ რაღაც ახალ არჩევნებს და ნუ გთხოვთ რეჟიმის ცვლილებას ნუ შეუწყობთ ხელს საქართველოში ეს არის მე მგონი მათი ესე ვთქვათ აი ამ შემთხვევაში მათი იმედი რომელიც მათ გაუჩნდათ და სამწუხაროდ გარკვეული ესე ვთქვათ ის არის ამაში გარკვეული ლოგიკა ამაში არის რომ ესეთი იმედი გქონდეთ ამ შემთხვევაში თუმცა აქ არის ევროპა აქ არის სხვა ქვეყნები ჩვენ ხედავთ რომ დანარჩენი დემოკრატიული სამყარო მთლიანად სულ სხვა პოლიტიკით და სულ სხვა მიდგომებით აზროვნებს და არ ვიცით როგორ განვითარდება მომავალში ეს ყველაფერი კი ბატონო დავაკვირდეთ ამ მოვლენებს გელმოგეთ უკვე სხვა დროს სტუდიაში პირდაპირ ეთერში გვერდებოდა კახა გოგოლაშვილი საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი